აი ამ წუთას სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს, ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთიულიშვილი, თამარ უხაძე და სვიად ქორიძე მე და ამ განცხადებით ვითხოვთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის გადაცემა ღამის კურიერში, რომელიც მიყავს ნინო შუბლაძეს, მიეცეს საშუალება ზია ამაღლობელის ინტერესების დამცვას, მის ადვოკატს მაია მწარიაშვილს, რომ საეთერო დროის აი იმ კონკრეტულ ინტერვალში, რომლის დათმობასაც ვითხოვთ მისთვის, მან გასცეს პასუხი იმ არაზუსტ შეცდომაში შემყვანდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის ამავე გადაცემაში გაავრცელა ირაკლი კობახიძემ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და გამომდინარე იქიდან, რომ ჯეროვანი სიზუსტე უნდა დაიცვას მაუწყებელმა, ის რომ სამართლიანად უნდა მოექცეს ყველა მოქალაქეს და სამართლიანობის პრინციპი უნდა დაიცვას და აუცილებლად უნდა დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი. აი ამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამ ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ მაია მწარიაშვილს, ზია ამაღლობელის ადვოკატს მიეცეს საშუალება, რომ ეს არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააბათილოს თავისი გამოსვლით. ამიტომ ვითხოვთ ღია ეთერს, რომელშიც მაია მწარიაშვილი იქნება ღამის კურიერის სტუმარი.